გამარჯობა, მე ვარ ანა კორინთელი, ასპრია ფიტნესის პერსონალური მწვრთნელი. დღეს მე გაჩვენებ თუ როგორ ვივარჯიშოთ სახლსა და დარბაზის პირობებში სწორად. წავედით. ტრენაჟერს ვარეგულირებთ შესაბამის სიმაღლეზე და ვშთებით. სასურველია მუქლი იყოს ტრენაჟერის კიდესთან ახლოს, ფეხები კი მხრების სიგანეზე. ტერფები იყურებიან ზემოთ, ვშლით ფეხს, წამიერად ვაჭრებთ და ნელა ვხრით. ვასრულებთ 12-15 ჯერ. ვიღებთ სასურველი წონის ჰანტელებს და ვჯდებით 90 გრადუსიან სკამზე. იდაყვის სახსარში გვაქვს 90 გრადუსიან უფრო ნაკლები, ხოლო იდაყვი მიმართულია წინ. ვშლით ხელს თავს ზემოთ და ნელა ჩამოგვაქვს საწყის პოზიციაზე. რეკომენდებულია გავაკეთოთ 12-15 გამავალი. ვიღებთ ჰანტელებს და ვწვევით სკამზე. ხელები გვაქვს მკერდის წინ, იდაყვებში ოდნავ მოხრილი, იდაყვი მიმართულია გარეთ და ვაფიქსირებთ. შემდეგ გადავშლით ხელებს, ქვემო წერტილში ვკუმშავთ მკერდს და მოგვაქვს ჰანტელები ერთმანეთისკენ. უმჯობესია ვარჯიში შევასრულოთ დაბალი წონებით. წარმოგიდგენთ Stay Strong-ის ახალ ძალიან მაგარ პროდუქტს პუდინგს, რომელიც შეიცავს 20 გრამ ცილას. მოცემული ვარჯიში შეგვიძლია შევასრულოთ როგორც დაწოლილ, ასევე ფეხზე მდგომ პოზიციაში. ვიღებთ ჯგუთს, ვათავსებთ ზურგის ზედა ნაწილში ხელების გასწვრივ და ვაფიქსირებთ მტევნებზე. არ დაგვაუწყდეს, რომ იდაყვის სახსარში ხელი ოდნავ მოხრილია, მოძრაობას ვიწყებთ მკერდის წინ, გადავშლით ხელს მაქსიმალურად, ისე რომ დატვირთვა არ მოიხსნას მკერდის კუნთიდან და შემდეგ მოვიტანთ ერთმანეთისკენ. ვიღებთ გრძელ ჯგუთს, როგორც ვიდეოშია მოცემული და ცალ-ფეხს ვდებთ მასზე დასაფიქსირებლად. წელი არ გვაქვს მოხრილი, ვაფიქსირებთ სწორად, იდაყვებს მიმართავთ წინ, ხოლო ჯგუთი მოთავსდება უკან. გვაქვს ხელი იდაყვში 90 გრადუსით, ან უფრო ნაკლებით და შემდეგ ვშლით თავს ზემოთ. ვიმეორებთ მოძრაობას 12-15 ჯერ. ვიღებთ სტეპს ან სკამს, ვდებთ ფეხს მასზე, ისე რომ მთლიანი ფეხის გულით კარგად გვცნობთ საყრდენს. გადავიხრებით ოდნავ წინ და ავდივართ, შემდეგ კი ნელა კონცენტრირებულად ჩამოვალთ. შეგვიძლია გავაკეთოთ ჯერ ცალ-ფეხზე და შემდეგ მეორეზე, ან ფეხების მონაცვლეობით 18-20 ჯერ. დღევანდელი ვარჯიში დასრულებულია. არ დაგავიწყდეთ გასინჯოთ Stay Strong-ის პუდინგი, რომელიც შეიცავს 20 გრამ ცილას.